დავწეროთ ახალი ვიდეო. ის YouTube-ისთვის. დავწერე მე ვინ დაგიშვა. შემდეგი ხავი უკვე იწერს და. ვითომ ჩემზეა დამოკიდებული რეჟისორი. იქიდან აპირებდი შესვლას? ო, ეგრე მეგონა რატომ? რომლიდან არაფერი. რა არაფერი მანქანა მოწ. რამდენჯერ გითხარი, მანქანა უნდა დააყენო ასე, რომ ერთ მხარესაც ხედავდე, მეორე მხარესაც ხედავდე. ბიჭო, როის გემიხედე და როდის ეგ მოდიოდა. ეხლა ხედავ მანქანას იქიდან რომ მოდის? რატო? რატო ვერ ხედავ? იმიტომ რომ ცუდად გიყენია. აიღე მარჯვნივ რული და ასე მოწიე მანქანა, რომ ორივე მხარეს ხედავდე. მე ახლა უკან ვერ დავიხევი, ქვეყნის მანქანებია და წინ ვერ ვიდა. წინ ზონს გადავიდა. ხო და ასე ღმერთის იმედზე უნდა იარო? ელოდე ეგ მანქანა შორს იყო, შენ რო გამაჩერე. კი, შენი გასვლა რო ვიცი, მოსახვევში მით უმეტეს, ნელა-ნელა როდის გახვიდოდი? წადი ეხლა ამის მერე, წადი. Через 120 метров поверните направо. აი, ამას დააკვირდი რა ზნაკი იყო? არ დააკვირდი. სიმაღლის На следующем повороте поверните направо. სიმაღლის ის იყო, რა ქვია, ამგზალავი იყო. რამდენია წერა სიმაღლის ამგზალავზე? იმას ნაკლებად არ უნდა გევიაროთ, რა ქვია, 3-ზე და 70-ზე ნაკლებად. აქ რამდენი? რამდენია და ეგერე წერა ზნაკი რო გამოიარე წერა. 4 მეტრი ეგერაც წერია. აქ 4 წერია და იქ რო სამნახევარი წერებოდა და აქ რო მოხვიდოდი და სამნახევარი იქნებოდა მე 3 დიოდი. 70 метров. ახ ვარდენ. გასწავლი, მაგრამ არ გინდა. არ გინდა რომ ისწავლო. ახლა საერთოდ დავდივართ. აკეთ. და ამ თოვამ მოუმატა მე მგონი და დღეს დადებს მუხლამდე. შეგუშვებე? მე რა უნდა დარეგისტრირდე, მე რა ვიცი შეგიშვებიან თუ არა. ვაი რა ჩავა ამ თოვჩხაბში დის. ოი, ბოდიშ. რა უკვე მოვიდა? რაო? ავტო დააყენე პარკინგზეო. ჯერო. ძლიანად ჩალავო. კარგი ბატონო დავაყენებ. მოდი ვერ ამჩნევ, მაგრამ ტყეში შევარდი უკვე. შერად ვიდექი, წამო. შერად ვიდექი, ასე გავსწორდები. აჰა. შო. რაღაც უღმერთოთ აპარკინგებს. უკვე აღარ მომწონს ეს ყველაფერი, ვასწავლი და ბევრი მაინც არაფერი არ გამოდის. დღევანდელ ჩვენ ვიდეოში იქნება პალეტების გაცვლა, ამის შემდეგ იქნება დატვირთვა. დატვირთვა არ გვაქვს ტემპერატურის, ანუ მაცივრის გამოყენებას არ ვაპირებთ. ამის შემდეგ გავემართებით ჰოლანდიაში. საინტერესო ადგილები გველის, ჩემი აზრით, სანახავი, ასე რომ ნახოთ, აბა რა იქნება. რაო? ის ნიხთია, იმას ნიშნავს, რომ ეს აქ არ არის. მე რო ვაჩვენე ეს მისამართი. ვერტანდელ ის ნიხთია. ასე მის. და ეგ ნიშნავს, რომ ეს აქ არ არის. ესე იგი იხნიქია. წამოწავით. Morgen. Morgen. They have looked on this address. It's nicht hier, oder?
Фирма, трак номер, трейлер номер. Ага. Welche Sprache? Georgia. რა უნდა გითხობა? А вы по-русски? По-русски тоже понимаю, да. А что не говорите? Не знаю. Мы не знали, что вы по-русски говорите. Это очень хорошо, что вы по-русски говорите. Вот здесь расписывайтесь. Я уже переводчик начал искать. Жена моего сына родилась в Грузии. Очень. Очень приятно. Вот это берете с собой, заезжаете прямо, почти до знака стоп, только справа возле большого здания паркуйтесь. Вот то здание. Да, вот, возле белой стены. С этим листочком идете в синее бюро возле знака стоп. Там дадут бумаги на загрузку, там можно по-английски говорить. А за пустые палеты скажете уже, когда на рампе будете. Спасибо большое. Спасибо большое. Хорошего дня. Вам тоже хорошего дня. Приятно было вас услышать. რა კარგად თავს რა ლამაზად თავს. რას მტანჯავდა რუსულიც ვიცოდა, მამა ცხონებულმა მაგამ. ესეთი კითხვაში ჩვენ გაგვიღო ალბათ. შედიაც რა მნიშვნელობა აქვს შენთვის. With the papers, you go to the yellow container, 30 meters left side. Sign in there, then wait in the truck, they'll get you, and after loading, you come back. Okay. ესეც ასე როგორც ყოველთვის ისე ჩვენი სატვირთია, ჩვენივე მანქანა. ამჯერად გვაქვს როგორი ძაღლის საჭმელი თუ სწორად მიხვდი და დავინახე შორიდან. არა შევიცდი ძაღლების მაგერად უბრალოდ საყვარელი ციფუნიების საჭმელი მიგვაქვს. ესე იგი, ასეთ სიტუაცია გვაქვს. დაგვიბრაკეს პალეტები. არა, სრულიად ჩვეულებრივი პალეტებია, მაგრამ დაახლოებით 36 პალეტიდან ამოარჩია 10 ცალი, რომელიც კარგიაო, თქვა. დანარჩენებს ყველაზე ამბობდა, რომ დაიგიდეთ, ან გადაყარეთ, ან მე ამას არ ჩავუგარებ. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ორი ვარიანტი. ერთი ჩამოვზიდოთ პალეტიკებში, პალეტ ბოქსებში, ეგრეთ წოდებულში და მეორე ვარიანტი. დღევანდელი ტვირთი ჩვენი არის 27 პალეტია. ანუ დაახლოებით 6 პალეტისთვის კიდე ადგილი იქნება. ამიტომ როცა დავტვირთავთ ტვირთს, ამის შემდეგ შემოვიდა ჩვენ ცადიელ პალეტებს და დავალაგებთ. სხვა გზა მაინც არ აქვს. ეს არის ჰორიზონტალური შტანგა, რომელიც ჩვენ ტვირთს უნდა დავუკვირდეთ. აი, შეხედეთ, ასეთებზე იცახოდა რომ გაფრჩებულია. ალბათ ამის გამო არ მოწონთ, ეს დაპრესილი ნახერხია. ასეთებზე ამბობდა რომ კატეხილია, არა და პალეტებში ეს სრულიად ნორმალურია. ნუ მოკლედ არ გამოგვიცვალეს და ნუ გამოგვიცვალეს. შესაძლებელია პალეტ ბოქსებიც გვაქვს და ასევე ადგილიც პალეტების. ესე იგი როგორც ვატყობ, ამ ტვირთის სრული მასა დაახლოებით 20 ტონიდან ზემოთ იქნება, შეიძლება 24 ტონაც. ვადაგებთ ასეთი პოზიციის 2-2-2, ამის შემდეგ 3-3 იდება, მაგრამ ჩვენმა დამტვირთებმა მოგცა ასე ვთქვათ რჩევა, ჯერ 2 დავტოთ, მერე თითო გვერდებზე და მერე ისე 2, ასე უფრო კარგად დაიჭერს მანქანას სტაბილურობას. ხო, დატვირთე, რაღაც უყურე. რა მაგრაცია. არ მოგისმენია როგორ უნდა დატვირთო, ხო? ხო? არ მოგისმენია როგორ უნდა დატვირთო. ასე? არა. აბა, აი. პირველი 2, ასე. Короче, პირველი ის რა ქვია 3 რიადი უნდა დადო 2-2, მაგრამ
პირველ ორს რო დადებ ასე, მე თითო გვერდებზე დადე, ასე და ასე და მე ისევ 2 და მე მაგის მერე სამსავი. პირველი 2 შუაში უნდა გავდო ახლა. ხო. მეც დავაყენე. გამოვიყენოთ ჩვენი მანქანის პროცედურად გასაღების ფუნქცია. ჩარტე შეჭება. დავაი. აი მაგის ცენტრი არის ეს, უყურე, ეს ზოლი. ეს ზოლი შეეცადე რომ ამ ზოლზე ერთი ცალი იქიდან დადო, ერთი ცალი აქედან. ხო, უნდა დარჩეს მურადი, პერეგრუზი რო არ კონდეს წინა იმას, რა ქვია? საგურავს. ცოტა გაასწორე კიდე. ეს რატო იტყობა ასე ისი? ახლა კიდე გაიჩა, მოიცა. მე ჯარცი რა არის. გამოაძრე ბატარეა შევა. ჩარტი. და გვაქვს ეგ. ოდი 2 2 5 8 ლაუში და გამოვწვია. მანეროლიამა. და გამოწვი მეორეცაა? ხო. ისედა. იცი დედა სუპირი. რა შეჭიმუშა? არა, თანამდებობა არ მაძლევს უფლებას თუ შენზე ნაკლები მუშაობ. ეს კიდე არის სიბასო. მომამოთენზე. მოდი გონებს. სერანდერზე არა უშავდა ისი. ეს არის ჰორიზონტალური შტანგა, რომელიც დაიცავს წინ გადაყირავებისგან. ეხლა სამსავი უნდა დადო უკვე და გამოვაყოლო მთლიანად სამსავი. ისე რა ტრაილერთან და დათუნთან მოსადარია რა. გიჟდებდი კარტებზე. იყო დავიდა. იქანეთ ფალერა. აბა შენიცია. აი ფეხი არ მომტეხოს. После загрузки обратно в офис, да? Да. Я сделаю здесь бумаги, отдам тебе, потом поедешь в офис. Хорошо, спасибо. 1 2 3 4 5 11 ცალი გაჭა. ამოვიდა შენი სიარული და წართო ახლა ტაჭკა თვითონ თვითავს. ჩათლახი მასწავლებელი ვარ, არ შეხმარები. თავაზიანი ხონდა. ჩათლახი მასწავლებელი ვარ, არ შეხმარები. მე ცემენტის პაკეტი გავდა, 100 ვარდი ცემენტი. დედა რა გავხდა? რა ცემენტის პაჭკებს გავსვლიდო? არ გადამდგო, ზემოდან არ დახედე რა ხატია? დახედე რა ხატია.
ხო. ისენი ჩემთვის არ უკნევია. ვიცი გორვა. კატელს სპეციალური საქმეა და მოგეგია ჩემთვის. და ესე დიდხანს სიარული არ შეიძლება. ისენ ძიმია, ეს რაღაცა კატების საქმეა. მძიმი აბა რა არის ხო გეუბნები. მინიმუმ 20 ტონა იქნება თუ მეტი არა. ახე როგორაა დავარდნილი მანქანა. გასარე. უყურე რამდენიმე მეტრიული და ამას ჰოპ დააძახებინებს და გაძვრება და მაგის გარდა ეს რო ძალიან დავარდნილია მithumetes შემაღლებაზე ავდივართ ამას აფუჭებს გლიჯავს საკუთარი გამოცდილებით ვიცი ერთხელ უკვე დავემართ რა არ ჩამოდის ხო გააშუალე ხო ეხლა დაქოქე აცადე რომ ჯერ აწიოს მანქანამ და მე ცოტათი გაწიე კარებები დავკეტოთ და აი როგორ დაიწყო წამოწევა ოცა ხანი აღარ არის ამის შემდეგ შეიძლება უკვე უყურე შედიხარ მენიუში მოიცადე მეც შენი აჭკების ძებნა ხო მოკლა რა ეგრე ნასროლი ქუდი იყო რო დაკარგე აი უყურე შედიხარ მენიუში და ეს მენიუ ხო იცი სადაც ზეც ნახულობდი ჩამოყვები ქვემოთ ჩამოყვები და არის მონაცემები მანქანის ნაგრუსკანაოს ხო უყურე ჩვენ გვაქვს 12 ახლა იმის გამო რომ ჯერ კიდე არაა კარგად გასწორებული პრინციპი ის გააშუალე პრინციპი ხო ჯერ რო არაა გასწორებული ამის გამო აჩვენებს ასე წესით 12 უკვე პერეგრუზი ანუ 12-ზე 11 ნახევარზე მეტი თუა ხო უკვე ჯარიმაა რომ გაგვაჩერონ დაგვიწერენ ეხლა ამ ჩვენ შემთხვევაში კიდე გასწორდება ეს რა და გიჩვენებს უკან დაწოლას საბურავებზე უკან დაწოლა დიდი არაფერი ყოველთვის უნდა აკონტროლოს თუ მაგალითად ეხლა დაელოდები და ეს არ შეიცვალა ხო შეგიძლია მიხვიდე ისევ განმეორებით გადმოტვირთო და სხვანაირად დაალაგო რომ აქ დაწოლა არ იყოს ეგე 12 არის ჯარიმა 11 ნახევარი არის მაქსიმუმი მინიმუმი თუ წონა არის 24 ტონა მინიმუმი უნდა იყოს 9 ნახევარი ეს უკანა საბურავებზე დაწოლა განისაზღვრება მანქანის მასით 25% უნდა იყოს ამ უკანა საბურავებზე დაწოლა მანქანის მასის 25%. ნუ გაროჩე 11-ს არ უნდა აღემატებოდეს ეგ დაწოლა 11 ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს თლიანი მასა ტვირთის არის 25 და 9 26 ტონა. წავიდეთ ცემერები ავიღოთ თუ მართლა მასია, ამის შემდეგ ურეკავთ დისპეჩერს. ვეუბნებით რომ ზედმეტი წონაა და თუ დაგვითანხმებენ რომ კი იარეთ არა პრობლემა, ამის შემდეგ მივიდეთ თუ არა და ან გადაგვატვირთინებენ, ან არა და ვაფშე დაგვატოვინებენ. წავით. მე გავაგზავნე ვატოვები ევენტუალ ახლა ვატოვებ შეიძლება ექსასტორი ცდება და CMR-ში ტყუილს ვერ ჩაწერენ კონტროლი აუცილებელია შეწარმოიდგინეთ ავსტრიაში 900 კილოს გადამეტების გამო 1700 ევრო დამიწერეს
40 ტონას ვიყავი გადაცილილი 950 კილოთ მეგონა, ნუ მაქსიმუმ 1 ტონი. მერე ვინ გადაიხადა? კომპანიამ გადაიხადა რა თქმა უნდა. და რის გამო იყო იცი დაწოლა? კოილი, რკინის კოილი რაც ავიღე 22 ტონიანი უნდა ყოფილიყო და გამოდგა 24 ტონიანი. 2 ტონით დიდი იყო. და დააკისრეს მე იმ კომპანიას, რომელმაც კოილი გამატანა იტალიაში მქონდა. ლურჯ კონტეინერში ჩვენ ცემერებისთვის. აი, ცემერებში უყურე 23 და 852 წერია. ესე იგი, ჩვენი სასტოლის ზედმეტს აჩვენებს და ამის გამო აღარ არის პანიკა ასატეხი. ეს ვისვიდია. ალო? ეს ასე დასრულდა ჩვენი На следующем დატვირთვა, повороте ეხლა მეგოარ დაცლის. თოუცნელა ქრება. На следующем повороте поверните налево. აბა როგორ უნდა გახვიდე? როგორ გასწავლე? ახლა პოლიფემს ხედავ. ძალიან კარგი.